გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი. მე დიანა საფაროვა ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. რატომ იწყებს იმუნური სისტემა საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ ომს და რა განაპირობებს ავტოიმუნური აგრესიის განვითარებას? რატომ ვითარდება ავტოიმუნური დაავადებები? როგორ ხდება მათი დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა? სახსრების ტკივილი, რომელსაც ხშირად მხოლოდ ასაკობრივ ცვლილებებს მიაწერენ, თუმცა რეალობა გაცილებით კომპლექსურია. როდის ხდება აუცილებელი რევმატოლოგის დახმარება? რუბრიკაში ექიმის რჩევა. მარტი აუტოიმუნური დაავადებების ცნობიერების ამაღლების თვეა. მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა იმ მდგომარეობების შესახებ, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ უჯრედებსა და ქსოვილებს უტევს და იწვევს ქრონიკულ ანთებასა და ორგანოთა დაზიანებას. აუტოიმუნური დაავადებები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და შეეხოს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას. აუტოიმუნური დაავადებები მრავალფეროვანი სისტემებით ვლინდება და ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მათი სრული განკურნება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია, თანამედროვე მედიცინა ეფექტურ მართვას და დაავადების კონტროლს სულ უფრო მეტად უზრუნველყოფს. ნახოთ ამ თემაზე მომზადებული ვიდეო. აუტოიმუნური დაავადებები არის მდგომარეობათა ჯგუფი, რომლის დროსაც იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ უჯრედებსა და ქსოვილებს უტევს. ნორმაში იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და უცხო აგენტებისგან. თუმცა აუტოიმუნური პროცესის დროს თავდაცვითი რეაქცია საკუთარი ორგანოების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც ქრონიკულ ანთებას და ქსოვილების დაზიანებას იწვევს. აუტოიმუნური დაავადებები მრავალფეროვანია და შეიძლება შეეხოს თითქმის ნებისმიერ ორგანოს ან სისტემას. ზოგი დაავადება უფრო ხშირად ქალებში გვხვდება, ნაწილი კი ბავშვობიდან იწყება. აუტოიმუნური დაავადებების გამომწვევი ზუსტი მიზეზი სრულიად ცნობილი არ არის. მიიჩნევა, რომ მათი განვითარება დაკავშირებულია გენეტიკური წინასწარგანწყობისა და გარემო ფაქტორების ერთობლიობასთან. სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებულ ორგანოზე, თუმცა არსებობს საერთო ნიშნები, რომლითაც აუტოიმუნურ პროცესზე შეიძლება მიანიშნებდეს. მათ შორისაა ქრონიკული დაღლილობა, სახსრების ტკივილი და შეშუპება, კანის გამონაყარი, დაბალი ან მერყევი ტემპერატურა, წონის კლება, საჭმლის მონელების დარღვევა, კუნთების სისუსტე ან ნევროლოგიური ჩივილები. აუტოიმუნური დაავადებების სრული პრევენცია ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა ადრეული ამოცნობა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს. ხანგრძლივი ან აუხსნელი სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია და საჭირო კვლევების ჩატარება. როგორ ამოვიცნოთ აუტოიმუნური დაავადებები დროულად, რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას და როგორია თანამედროვე მკურნალობის შესაძლებლობები. თემაზე სასაუბროდ ასოცირებული პროფესორი, იმუნოლოგი ლეილა ახვლედიანი მოვიწიეთ. გამარჯობა ლეილა, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. გამარჯობათ, მადლობა მოწვევისთვის. ლეილა, რა არის აუტოიმუნური დაავადებები და ზოგადად რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში? ეს არის ძალიან საინტერესო. დაგეთანხმები დიანა, მართლაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენი იმუნური სისტემა შედის შეცდომაში. მოდით დავიწყოთ იქედან, რომ რატო ყველას არ გვჭირს აუტოიმუნური დაავადება. ჯანსაღ ადამიანს რატო არ აქვს აუტოიმუნური დაავადება? იმიტომ რომ ჩვენი იმუნური სისტემა მომწიფების პროცესში, სპეციალიზებულ ორგანოში როცა მწიფდება, ეს თიმუსია ერთ-ერთი ასეთი ორგანო და ძვლის ტვინი, აქ მომწიფების დროს იგი ხვდება ყველა იმ უმრავლესობას შეგვიძლია ვთქვათ იმ მოლეკულას, რომელიც ჩვენს უჯრედებზე არის ექსპრესირებული, ანუ განლაგებული. შესაბამისად, უფრო მოსახლეობისთვის გასაგებენაზე რომ ვთქვათ, ეს როგორ არის, იცით? ახალშობილს რომ გამოიყვანთ ოჯახში და ნეუნელა თანდათან რომ ასწავლოთ, რომ ეს დედა, მამა, ბებია, ბიცოლა, გაცნობა, ხო? აცნობ შენ ყველა იმ უჯრედს და ქსოვილს, რომელთანაც მას მერე კონტაქტი მოუწევს. შესაბამისად, კიდე საინტერესო მომენტი ის არის, იმდენად საინტერესოა ეს პროცესი თვითონ, რომ წარმოსახვაშიც კი წარმოუდგენელია, რაღაც ღაპარივით არის, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ახდენს სელექციას, არჩევს უჯრედებს. ანუ უჯრედები, რომლებიც არიან ავტორეაქტიულები, ანუ საკუთარი ქსოვილების ამოცნობა შეუძლიათ და შესაბამისად მერე მათი დაზიანება შეუძლიათ, ასეთ უჯრედს უგზავნიან სიგნალს, უნდა მოიკლა თავი. და ესეთი უჯრედი იკლავს თავს.
გადარჩება მხოლოდ ის უჯრედი, რომელიც არ არის საკუთარის მიმართ მიმართული და მზადაა უკვე შეიარაღებულია, რომ წავიდეს ამ ორგანოდან, წავიდეს სისხლის ცირკულაციაში, სხვა ქსოვილებში, რომ ეძებოს პათოგენი და მოკლას პათოგენი. შემდეგ მაგრამ შეხედეთ ახლა თუ ეს მექანიზმი დაირღვა და ამ მექანიზმს ჩვენ ვუწოდებთ ტოლერანტობას. ანუ ეს ტოლერანტობა საკუთარი ქსოვილების მიმართ თუ დაირღვა, ამ შემთხვევაში გაიპარება ისეთი ჯარისკაცები, რომლებსაც იარაღი საკუთარი უჯრედების მიმართ ეკნება, რომელიც ამოიცნობს ამ უჯრედს ქსოვილს მოლეკულას და შესაბამისად მას აღიქვამს როგორც მტერს და გაცილებით უფრო აგრესიულად ებრძვის, ვიდრე ვთქვათ გრიპის ვირუსი შეებრძოლებოდა. გასაგებია. რამდენად გავრცელებული არის მაგალითად ძალიან საინტერესოა თელს მსოფლიოში ეს თემა, განსაკუთრებით საქართველოში, ანუ თქვენ როგორც თავში ახსენეთ, ანუ რატო არა აქვს მაგალითად ყველას, ხო? გავრცელების მიხედვით, ანუ ავიღოთ საქართველოში მაგალითად მსოფლიო სტატისტიკას რო გადავხედოთ, ხო? ნახეთ, აუტოიმუნური დაავადებების პროცენტი დაახლოებით 5-დან 8%-მდე. ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ არც ცოტა არ არის, რასაკვირველია. რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, სამწუხაროდ ესეთი ზუსტი სტატისტიკა საქართველოს არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ღია სივრცეებში არსად არდევს. მაგრამ არის ცალკეული კვლევები, სადაც თქვათ კონკრეტულ მეცნიერს აქვს გამოკვლეული, გაკეთებული აქვს სტატისტიკა. მაგალითად, ცნობილია, რომ სისტემური წითელი გლურა დაახლოებით 5 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე, ეს ქართულ სივრცეში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან აუტოიმუნური დაავადებები საერთოდ არ არის, სტატისტიკის არ ქონის გამო. ეს შესასწავლია და მკვლევარები და ექიმები ამაზე ინტენსიურად მუშაობენ. საინტერესო ის არის, რომ რეალურად აუტოიმუნური დაავადება ესე უცებ არ იწყება, ანუ მას ხანგრძლივი დროის განვითარება აქვს, იწყება, ნელ-ნელა ვითარდება და ამიტომ აქედან გამომდინარე უცებ მისი ამოცნობა ესე ძალიან ძნელია. ანუ გენეტიკური ფაქტორი პროცენტული შეხედულებით რამდენად დიდ როლს ასრულებს, შეიძლება ესე ვთქვათ, ხო, გენეტიკური ფაქტორს, რომ მაგალითად, როდესაც პაციენტი მიდის, ალბათ ყველა ექიმი პირველ რიგში კითხულობს, მესმის, რომ შეიძლება მითხრათ, რომ ეს თქვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ თქვენი კომპეტენცია ზუსტად არის ეგ, ხო? და არ ვცდებით ალბათ. რომ ანუ ძალიან დიდ უპირატესობას მაგალითად ანიჭებენ გენეტიკურ ფაქტორს. გენეტიკური ფაქტორი თუ არა და თუ კი ორივე შემთხვევაში მინდა რომ მიპასუხოთ, ანუ პირველ რიგში რას ანიჭებენ დიდ ყურადღებას, აი ამ თემასთან დაკავშირებით. კი, კარგი კითხვაა, სხვათა შორის, იმიტომ რომ გენეტიკური ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აუტოიმუნური დაავადების განვითარებაში. ერთ-ერთი პირველი მოიხსენიება ხოლმე. რატომ გენეტიკური ფაქტორი? ნახეთ, ახლა არსებობენ გენები, ჩვენს ორგანიზმში ყველა ინფორმაცია ჩაწერილია გენის დონეზე. კონკრეტული ის იმუნური მოლეკულა, რომელიც ვთქვათ ლიმფოციტზე უნდა ექსპრესირდეს, ან რაღაც გვაქვს სპეციალური უჯრედები, რომლებიც საკმაოდ ჩართული არიან ამ პროცესში, ეს არის ანტიგენ წარმოდგენი უჯრედები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან სხვა უჯრედებს რაღაც მოლეკულების შესახებ. აი ამათ ზედაპირზე არსებული ცილების შესახებ ინფორმაცია სწორედ გენებშია ჩაწერილი. შესაბამისად, თუ ის გენი, რომელიც პასუხისმგებელია ამ კონკრეტული ცილის სინთეზზე, გამოირთო ან შეიცვალა, ეს უკვე დაავადების განმაპირობებელი ფაქტორია და დღეისათვის აუტოიმუნურ დაავადებებთან მიმართებაში შესწავლილია უკვე, რომ ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ეგრეთ წოდებული HLA გენები. ეს არის ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენების გენები, რომლებიც სწორედ ამ ანტიგენის წარდგენის პროცესში ღებულობენ მონაწილეობას. და აი ამ გენებთან ასოცირდება ძალიან ბევრი აუტოიმუნური დაავადება. არის კვლევები გაკეთებული, სადაც უკვე დაახლოებით 90%-ზე მეტი კორელაცია კონკრეტულ გენსა და აუტოიმუნური დაავადების თუნდაც სამომავლოდ განვითარებაში. გასაგებია და რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, სადიაგნოსტიკო საშუალებები რა არსებობს იმისთვის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, აი ამ ყველაფერს მაგალითად ნათელი რომ მოვფინოს, ანუ რა ჭირს ადამიანს. კი ბატონო. დავიწყოთ იმით, რომ აუტოიმუნური დაავადებების გარდა იმისა, რომ გენეტიკური ფაქტორი არსებობს, არის კიდე სქეს დამოკიდებული ფაქტორი, ეს რას ნიშნავს იცით? ნახეთ, აუტოიმუნური დაავადებები სამწუხაროდ გაცილებით მეტი რაოდენობით ემართება ქალებს. რატო? აქ გარკვეულწილად ჰორმონალური ფონი განაპირობებს და იმუნური სისტემა ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ნერვულ და ენდოკრინულ სისტემასთან. და ეს სამი სისტემა ერთდროულად ფუნქციონირებს და რომელიმე ერთ-ერთი მათგანის გამორთვა
დანარჩენ ორზეც ზემოქმედებას ახდენს. ეს სამი სისტემა არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ჰომეოსტაზს, ანუ მდგრადობას გარემოსადმი, რომ შეინარჩუნოს ჯანსაღად ორგანიზმი. შესაბამისად, აი ეს ჰორმონული ცვლილებები, ეს იქნება პრემენოპაუზა, პოსტმენოპაუზა, ესენი გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმზე და თავის მხრივ ეს მერე გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობა აუტოიმუნური დაავადებების არასაკურველი აქვს თანაფარდობა 3 ერთთანაა, 3 ქალი, 1 მამაკაცი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მალკინოზებელი სპონდილიტი მაგალითად 10 ერთთანაა და პირიქით მამაკაცები დიახ, მამაკაცები უფრო ავადდებიან ამ დაავადებით ვიდრე ქალები. ეს ერთ-ერთი ისეთი გამონაკლისი მომენტია. ასევე შაქრიანი დიაბეტიც ეხა გათანაბდა, თუმცა ადრეულ სტატისტიკაში მამაკაცებში უფრო მეტი იყო პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი ვიდრე ქალებში და აქედან გამომდინარე, ნახეთ სქესი, ეს ერთი განმაპირობებელი ფაქტორია და შესაბამისად დიაგნოსტირების დროს ეს გათვალისწინებული იქნება, გენეტიკა, რასაკურველი და დღეისათვის უკვე არსებობენ გენები დადგენილია, მაგალითად B27 სპონდილისთან კორელირებადი გენია, ალელია ერთ-ერთი, რომლის თუ ეს ალელი დადგენილი იქნა, შესაბამისად ასეთ ადამიანებს 80%-ზე მეტი შანსი აქვს, რომ მომავალში განუვითარდეს ეს დაავადება. ასევეა რევმატოიდულ ართრიტზე, სისტემურ წითელ მგლურაზე, ძალიან ბევრ აუტოიმუნურ დაავადებასთან მიმართებაში გვაქვს უკვე დადგენილი კონკრეტული გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამაზე. ასევე შეგვიძლია გარდა HLA გენებისა არსებობს კიდევ გენები, რომლებიც პასუხისმგებელია უშუალოდ ქრონიკულ ანთებით პროცესებზე. თუ იქაც რაიმე შეიცვალა და მოხდა მისი არ ჩართვა დროული, შესაბამისად ესეც შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადების განმაპირობებელი და ესეც გარკვეულწილად დიაგნოსტიკაში გვეხმარება. გარდა ამისა არსებობს უამრავი ლაბორატორიული დიაგნოსტიკაც, იმიტომ რომ კონკრეტული დაავადებების დროს თუ ეს არის ორგანოსპეციფიკური ან ქსოვილსპეციფიკური, ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ხოლმე ანტისხეულებს, ცილებს, რომლებიც თავს ესხმიან ამ კონკრეტულ მოლეკულებს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ასე მაგალითად არის ციტრულინური ანტისხეულები, რომლის დეტექციაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, ამ ადამიანს აქვს თუ არა რევმატოიდული ართრიტი. ესეთი ლაბორატორიული გამორიცხვა ჩვეულებრივ არის ესეთი ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო საშუალებები, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ლაბორატორიულ კონტექსტში აუტოიმუნური დაავადების დიაგნოსტიკა. თუმცა რასაკურველია ეს კომპლექსური პროცესია, ეს ერთი რომელიმე ფაქტორით არ დგინდება, აუცილებელია უნდა პაციენტმა მიმართოს ექიმს და სიმპტომებით თუ ანამნეზის შეკრებით თუ დანარჩენი სხვა ინსტრუმენტული გამოკვლევებით ისმევა დიაგნოზი. ანუ ზუსტად ეხლა თქვენ დიაგნოზი თქვით, მაგრამ ანუ ყველაზე მეტად მაგალითად მთავარი მესიჯი რა გაქვთ, რომ აუცილებლად საზოგადოება უნდა იცოდეს ამ აუტოიმუნური დაავადებების შესახებ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გვახასიათებს ხოლმე, რომ ანუ სანამ ბოლომდე არ აგვტკივდება ძალიან, იმიტომ რომ სანამ ექიმთან მივიღოთ, იქ არის მედიკამენტები, რომელიც ხშირ შემთხვევაში გავაყუჩებთ, ანუ გქონია ეს პრაქტიკაში, გექნებოდა თქვენ. ხშირია, მაგრამ ანუ თავს ვავნებთ ხოლმე, იმიტომ რომ მედიკამენტებს როდესაც იღებს ადამიანი, ის დროებითი გაყუჩება არის, დროებითი თუნდაც ტკივილის კუპირება არის და შემდეგ ის ყველაფერი თავიდან იწყება, ხო? მთავარი მესიჯი რა არის? ამ დაავადებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებლად თქვენი აზრით უნდა იცოდეს საზოგადოებამ. მთავარი მესიჯი ჩემი აზრით არის დაავადების პროფილაქტიკა. ეს ყველაზე უკეთესია. უკეთესია პაციენტისთვის, იმიტომ რომ ეს არის დროის და ფულის ეკონომია. უკეთესია სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ამდენი დანახარჯი არ ექნება სახელმწიფოსაც. მაგრამ ამავდროულად გვაქვს უფასოც, ხო? რამდენადაც რასაკურველია, მაგაზე აუცილებლად ვიტყვი მაგას ამ კითხვის ბოლოში. ნახეთ, ყველაზე მთავარი არის, რომ პირველი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი აუტოიმუნური დაავადებების არის ქრონიკული სტრესი და დაღლილობა. ასევე არის ჩვენი ნორმალური ფლორის დარღვევა. იცით ალბათ, რომ ჩვენს ორგანიზმში უამრავი მიკროორგანიზმია. მათ კეთილგანწყობილ კარგ მიკრობებს ვუწოდებთ, რომელთა გარეშე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია. მაგრამ სტრესის ფონზე ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, ზუსტად მართალი ხართ. ჩვენ მიკროორგანიზმებს ასე სერიოზულად რატომღაც არ ვუყურებთ და მუდმივად ვანადგურებთ ამ მიკრობებს, ნაწლაურ ფლორას განსაკუთრებით. ეს შეიძლება იყოს როგორც ქრონიკული სტრესი, როგორც თქვენ აღნიშნეთ და გავლენას ახდენს ესეც, ასევე არასწორი კვება, ანუ ჩვენ არ ვაწოდით იმ საკვებ ნივთიერებებს მიკროორგანიზმებს, რომელიც მათ ჭირდება. შესაბამისად ისინი ისე კარგად ვერ მალვდებიან და მე პათოგენური ფლორა მრავლდება.
ამის გარდა ჩვენ ვღებულობთ უკონტროლოდ ანტიბიოტიკებს. და ანტიბიოტიკი თუ თქვათ კონკრეტული ცუდი ბაქტერიის მიმართ არის მიმართული, ის ფართესპექტრის ანტიბიოტიკი ცუდსაც კლავს და კარგსაც და ამითაც ვანადგურებ. ანუ ბევრი ფაქტორი ჩვენ ნორმალურ ფლორას ვკლავთ და ეხლა თანამედროვე კვლევებში ერთ-ერთი წამყვანი არის სწორედ რომ ნორმალური ფლორის დარღვევა გავლენას ახდენს მერე იმუნურ სისტემაზე და იმუნურ რეგულაციაზეც და აუტოიმუნური დაავადება ეს არის სწორედ იმუნური რეგულაციის დარღვევა, როცა იმუნური სისტემა ვერ მართავს თავის თავს და ნახეთ წარმოიდგინეთ რა საინტერესო რამეა რაც ბუნებამ შექმნა, ისე მწყობრად აწყობილი, აი მექანიკური საათივით, ისე არის ერთმანეთში ჩალაგებული, აი ეს რო არის პაზლს რო ვეძახით, ხო? აი ისეა ჩალაგებული ყველაფერი იმუნურ სისტემაში ერთმანეთში და მწყობრად მუშაობს. იმას ჩვენ რო დაინგრევა ასე კარგად ვეღარ ვაწყობთ. იმიტომ არ გვაქვს მკურნალობა, ჯერ არა გვაქვს მკურნალობის სრული განკურნების მეთოდი აუტოიმუნური დაავადებისგან. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ხელი არ შეუწყოთ დაავადების განვითარებას. დიახ, არ შეუწყოთ განვითარებას. რასაკვირველია, ავარიდოთ თავი მუდმივ სტრესს და ქრონიკულ დაღრილობას. ნახეთ, ანუ ხშირ შემთხვევაში ნებისმიერ ყველა გადაცემაში ნებისმიერი მოსული სტუმარი სტრესი, მაგრამ თქვენ როგორც იმუნოლოგი, ჩემთვის ახლა ძალიან საინტერესო არის, ანუ სტრესი მხოლოდ გვესმის, მაგრამ ანუ ნახეთ, მე როგორ ვიგებ ამ სტრესს, ნახეთ, ანუ უძილობას იწვევს გულს, ანუ გვიჩქარებს გულს, ასე ვთქვათ, ნაწლავებს კუჭის, ანუ ყველაფერზე კუჭზე მოქმედებს და რა თქმა უნდა შემდეგ კანზეც ეს ყველაფერი მოქმედებს, იმიტომ რომ კუჭის ეს შესაბამისად ვერ მუშაობს. ანუ მთლიანად ორგანიზმს ეხება, მაგრამ ანუ მხოლოდ და მხოლოდ გვესმის ეს სტრესი. უფრო თქვენი კუთხით რო აგვიხსნათ, ძალიან საინტერესო იქნება, რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში რეალურად. რეალურად რა ხდება მოლეკულურ დონეზე. ნახეთ ახლა რა ხდება მარტივად რო გაგაგებინოთ, როცა ჩვენ ვართ სტრესულ მდგომარეობაში, ჩვენი ნერვული სისტემა გამოიმუშავებს ქიმიურ ნივთიერებებს. პეპტიდები ქვია ამათ. ნეიროპეპტიდები. ეს ნეიროპეპტიდები ცდილობენ რომ დაალაგონ სიტუაცია ორგანიზმში და ზოგიერთი ესეთი სტრესული ნეიროპეპტიდი თავის მხრივ გავლენას ახდენს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯარისკაცზე იმუნურ სისტემაში. ეს არის T-ლიმფოციტი. T-ლიმფოციტს აქვს რაღაც ზედაპირული მოლეკულა, რომელიც ამ ჰორმონს იკავებს. და ეს სტრეს ჰორმონი თრგუნავს T-ლიმფოციტს. და შემდეგ იწყება ის ყველაფერი, რაზეც ამ დაცგუნის ფონზე მერე უკვე ისე დეტალურად შესწავლილი არ არის, მაგრამ არის რაღაცა გამშვები მექანიზმი, რომელიც ამ რეგულაციას ანგრევს. შესაბამისად უკვე მერე, როცა უკვე მარეგულირებელი ესეთი პოლიციელი ლიმფოციტები ყავს ორგანიზმში, რომლებიც არეგულირებენ სიტუაციას, ეუბნებიან ვინ უნდა იჩხუბოს, ვინ უნდა დაესხასტავს, ვინ უნდა გაჩერდეს და სად უნდა გაჩერდეს. აი ეს მექანიზმი რო ირღვევა, მერე უკვე ირთვება აუტოიმუნური მექანიზმი. იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ გვაქვს სპეციალური ასეთი ვეძახით მას დამრთგუნველი სიგნალის აღმქმელი რეცეპტორები, რომლებიც ბლომად და სხვადასხვა უჯრედებზე და ამ სიგნალს იღებს იმუნური სისტემა მაშინ, როცა ეუბნება, რომ იცით რა, ეს ჩვენიანია და ამას თავს არ უნდა დაესხე. ან განადგურდა უკვე პათოგენი, მეტი ბრძოლა საჭირო აღარ არის და ამ რეცეპტორით იღებს ინფორმაციას და სამწუხაროდ ეს ინფორმაცია ან ამ რეცეპტორის დაზიანების გამო ვეღარ მიიღო უჯრედმა, ან ინფორმაცია ვერ მივიდა რეცეპტორამდე და შესაბამისად უკვე რეგულაცია დარღვეულია. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მომდევნო კითხვა ის უნდა იყოს, რომ ცხოვრების ხარისხის სტილი როგორი უნდა იყოს, რომ რაც თქვენ თქვით, თუნდაც ჯარისკაცები, თუნდაც პოლიციელები, ყველა თავის ადგილას რო იყოს. ანუ როგორ გავაკეთოთ ეს? მანამ სანამ თქვენს პასუხზე გადავალ, მე რაც უნდა მეთქვა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აი ამ აუტოიმუნური დაავადებებთან მიმართებაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით არის სპეციალური პროგრამა და ადამიანებს, ვისაც დაესმევა ეს დიაგნოზი, უნდა მიმართონ რასაკვირველია ექიმს, რეუმატოლოგს, აი ჭეშმარიტი რეუმატიული დაავადების დიაგნოზი თუ დაესმევა, არის ამისთვის სპეციალური ბიოლოგიური მედიკამენტები და ალბათ ამაზეც ვისაუბრეთ ცოტა მაგვიანებით. აი ამ ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობა უფასოა და შეუძლია მოსახლეობას მიმართონ. ეს ხშირად ანონსდება ხოლმე, მაგრამ მაინც რომ მოსახლეობამ იცოდეს, რომ არის ესეთი საშუალება, ვისაც ეს პრობლემა რეალურად აქვს. რა თქმა უნდა, პირველად უნდა მიმართონ ექიმს, დაისვას ზუსტი დიაგნოზი ამ დაავადებასთან დაკავშირებით და მოდით ბარემ სხვა თემაზე არ გადავიდეთ, ბიოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ვისაუბროთ, რისთვის არის საჭირო და როდის არის საჭირო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
რეალურად ესე იგი რასაკვირველია, როგორც აღვნიშნეთ მანამდე, აუტოიმუნური დაავადებისგან სრული განკურნება არ ხდება. მაგრამ ხდება მისი ძალიან კარგი მართვა. ამას ხშირად ექიმები რემისიას ეძახიან, ანუ პერიოდი, როცა დაავადება მიჩუმებულია და არ აზიანებს ორგანიზმს ისე ინტენსიურად. ეს პერიოდი შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივიც იყოს ბევრ დაავადებასთან. ძალიან კარგი არის პაციენტისთვის და ექიმისთვის. ამიტომ შესაბამისად აი ამ მართვისათვის საჭიროა შესაბამისი მედიკამენტი. აქ ერთი ასეთი უნივერსალური მედიკამენტი არ არსებობს. აქ ყველა დაავადებას თავისი ტიპის მედიკამენტი აქვს და ამ გააჩნია რომელ ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე, ეს არის სისტემური, თუ არის ორგანოსპეციფიკური, იმიტომ ასე იყოფა აუტოიმუნური დაავადებები. იქ სადაც ვთქვათ იმუნური სისტემის გამო რაღაც ჰორმონის გამომუშავება დაწკუნულია, იქ ჰორმონი ემატება. იქ სადაც პირიქით ქრონიკული ანთების ჩახშობა გვინდა, ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებს ვდრგუნავთ მონოკლონური ანტისხეულებით. იქ სადაც ვთქვათ რაღაცა რეგულაციის დათრგუნვა გვინდა, მაშინ იმუნიტეტის დამთრგუნავი პრეპარატებით მკურნალობენ და უამრავი სხვადასხვა გზა არსებობს ამისთვის, რასაკვირველია. ამიტომ ყველაზე მთავარი ის არის, რომ შუა ასაკის ადამიანები ეს არის თუმცა ეს არ გამორიცხავს რომ აუტოიმუნური დაავადება პატარებს არ ემართება და ასაკოვნებს. მაგრამ ძირითადად შუა ასაკის ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, როგორც აღნიშნეთ, ქალებისთვის არის უფრო, ქალები არიან მიდრეკილი უფრო აუტოიმუნური დაავადებებისთვის და აი ამ ჯგუფმა უფრო ყურადღება მიექციოს და თუ რაიმე ისეთი ვთქვათ სიმპტომი გამოუვლინა, თუმცა ეს სიმპტომები მრავალია და მისი აი ესეთი უცებ დადგენა შეუძლებელია, მაგრამ მაინც აი ზოგადად მთლიანად ცუდი შეგრძნება, უხალობა, ვთქვათ, სახსრების ტკივილი, კუნთების მოდუნება რაღაც. ეს პირველადი ნიშნები, რაც მიგვანიშნებს. ჩვეულებრივ როცა უკვე გძნობთ, რომ ჩვენ არ ვართ კარგ მდგომარეობაში, ჯანსაღ მდგომარეობაში, ექიმს უნდა მივუმართოთ. რა თქმა უნდა, და არანაირი თვითმკურნალობა. იქ რომელი კონკრეტული დაავადება გვაქვს, ამას უკვე ექიმი გადაწყვეტს. რა თქმა უნდა, განსაზღვრავს ექიმი. მაგრამ ჩვენი ვალია ზოგადად როგორც ადამიანის რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ ბოლო მომენტამდე არ მივიყვანოთ იმიტომ რომ გართულებული აი აუტოიმუნური დაავადების მართვა გაცილებით უფრო ძნელია იმიტომ რომ იქ უკვე ორგანოს დონემდე შეიძლება დაზიანდეს და საკმაოდ ძნელი იქნება დროულად მივმართოთ ექიმს და რასაკვირველია ვერიდოთ როგორც შესაძლებელია ვერიდოთ დაჭუჭყიანებულ გარემოს იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი ფაქტორია ჩემი რჩევა წადით სოფლად. რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერზე. აი თუნდაც გვაქვს ზღვა, ბულვარი. შვიდ გარემოში. და ვიაროთ, ბევრი ფეხით სიარულიც ძალიან კარგია. სუფთა ჟანგბადი გვჭირდება, ჟანგბადი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, ცილები გვჭირდება იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ ააშენოს იფუნქციონიროს როგორც საჭიროა, შესაბამისად აი ეს პირობები შეუქმნათ ორგანიზმს მეტნაკლებად რომ შეგვინარჩუნოს ჯანმრთელობა ხანდაზმულ მდგომარეობამდე. ლეილა და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად ცხოვრების წესი. თუნდაც ყვება ნებისმიერ გადაცემის მსვლელობის დროს აუცილებელია ჩემი აზრით რომ მესმის რომ ანუ ბევრჯერ დასმული შეკითხვა არის, მაგრამ არ დავსვამდით ამ შეკითხვას თუ პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა. ანუ ძალიან საინტერესოა მაგალითად ცხოვრების წესი, როგორი უნდა გქონდეს, ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით. თუნდაც რას უნდა მოვერიდოთ. პირველ რიგში ექიმს რომ უნდა მოусმინოთ, ეს ვიცით. დიახ. ნახეთ, ერთ-ერთი აუტოიმუნური დაავადების გამშვები, ერთ-ერთი მექანიზმი არის კიდე მედიკამენტები. მედიკამენტების უკონტროლო მიღება, ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება და სხვადასხვა მედიკამენტების ერთდროული მიღებაც. ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი და ეს ჩვენს მოსახლეობას ძალიან ხშირად ახასიათებს. ეხლა რაღაცა ჩემმა მეზობელმა თქვა, რომ ეს კარგია და ან Facebook-ზე დაწერეს, რომ ეს ამისია, ასე წამლების მიღება, რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ წამლების ჩვენ ორგანიზმზე მოქმედების ეფექტი არ ვიცით, ერთდროულად თუ რამოდენიმე წამალს ვიღებთ, იმათი ერთდროულად მოქმედების მექანიზმა შეიძლება რაღაცა გამშვები გახდეს მიზეზი აი ამ აუტოიმუნური დაავადების გამშვევი ფაქტორისა. გარდა ამისა, როგორც გითხარით,
მაქსიმალურად ვეცადოთ ეს ვიცი რომ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მე თვითონაც ადამიანი ვარ და მეც ესე ცხოვრობ და სტრესული გარემოსგან თავის არიდება საკმაოდ ძნელია, თუმცა იქ სადაც თქვენ ვერ გზნობთ თავს კარგად, იქ სადაც თქვენ მუდმივ ისეთ დაცრგუნულ მდგომარეობაში ხართ, იმ გარემოს უნდა აერიდოთ, განერიდოთ უნდა იმ გარემოს, იმიტომ რომ თქვენს ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერი არ არის და არც ერთი ფული, არც ერთი თანამდებობა, არც ერთი რაღაცა ბრწყინვალება არ არის, იმიტომ რომ ჯანმრთელობა პირველ რიგში ჩვენს ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ. ეს ჩვენი ჯანმრთელობა მარტო ჩვენი კი არ არის, ჩვენი ახლობლებისაც არის, ჩვენი შვილების, ჩვენი დედების, ისინიც რო კარგად გრძნობდნენ, ჩვენს ჯანმრთელები უნდა ვიყოთ. და როგორც თქვენ აღნიშნეთ საკვები, ამის განმეორება არასდროს არ არის ზედმეტი, იმიტომ რომ განსაკუთრებით მოგხსენებათ ახალგაზრდობა როგორ იკვებება. იმიტომ რომ მივაჩვიეთ ამ სწრაფი კვების ობიექტებს და დროის დახარჯვა არ გვინდა ჭამაზე. ეს არის ჩვენი დაავადება, ასე ვთქვათ. საკვები უპირველეს ყოვლს განაპირობებს ჩვენს ჯანმრთელობას იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაფრისთვის მანქანა ბენზინის გარეშე წავა? ვერ წავა. ხო, ეხლა დიზელზე მომუშავე მანქანას რო ბენზინი ჩაუსხათ, ხო ვერ წავა. ამიტომ შესაბამისად ყველაფერს სჭირდება თავისი რაღაცა ენერგიის მიმცემი. ეს ენერგიის მიმცემი არის სწორად შერჩეული საკვები. ის რაც ჩვენი იმუნურ სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ეს ერთი. და რასაკვირველია, ეს კიდე თავის მხრივ გავლენას ახდენს ბაქტერიული ფლორის კვებაზე. და აი ეს ფლორაც უნდა კვებოთ. ხო, რომ ის იმან გამოიმუშაოს შემდგომ ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მე იმუნურ სისტემაზე გავლენას ახდენს. ერთი სიტყვით ჩვენს ხელშია ჩვენი ჯანმრთელობა, რასაც მივაწვით საპასუხოდ იმას ყველაფერს. ჩვენი ცხოვრებაც მთლიანად ჩვენს ხელშია, მინდა გითხრათ. ასე რომ მართოთ ჩვენი ესე ვთქვათ კი არა და ორგანიზმი ისე როგორც ჩვენ გვინდა, ანუ ჯანმრთელები უნდა ვიყოთ და ჯანმრთელი საკვები და ყველაფერი ის ცოტა იმისთვის რომ ჩვენ ჯანმრთელები ვიყოთ, მივიღოთ ყველაფერი ზომიერად. რასაკვირველია. ძალიან დიდი მადლობა ლეილა საინტერესო საუბრისთვის. მე პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ და კარგი დღეს. მეც ასევე კარგად იყავით. დიდი მადლობა. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს ასოცირებული პროფესორი, იმუნოლოგი ლეილა ახვლედიანი პასუხობდა. ახლა კიდევ ჩვენი სამედიცინო რუბრიკის ექიმის რჩევები. აქ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, პრევენციაზე და იმ საკითხებზე, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. 21 საუკუნეში აუტოიმუნური დაავადების განვითარების პიკია. ძალიან ბევრი პაციენტი მოგმართავს აუტოიმუნური დაავადებით და ეგრეთ წოდებული სახსროვანი ხასიათის ტკივილით. სწორად რო განსაზღვროთ, ანუ ჩვენთან მოსული პაციენტების უმრავლესობისთვის პირველი ის რაც დამახასიათებელი არის ტკივილი, პაციენტი მოგმართავს ტკივილით, შემდგომ ეს არის ტემპერატურა გაურკვეველი მიზნით, ანუ განსაკუთრებით საღამოს საათებში განვითარებული ტემპერატურა და ძალიან ხშირია კანზე გამონაყარი. უმრავლესობის შემთხვევაში ძირითადად ამის გამსაზღვრელი ვირუსია, ანუ ვირუსული დაავადების ფონზე განვითარებული. თუმცა ის იმას არ გამორიცხავს, რომ შეიძლება იყოს აღნიშნული ჩივილებიც იდიოპათიური და შემდგომ ჩვენ რევმატოლოგიაში გვაქვს აუტოიმუნური სინჯები, რითაც ჩვენ ვადგენთ, რომელი დაავადების ხაზით მივდივართ. რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა გამოვყო რევმატოიდული ართრიტი, ხშირი მომართვიანობა პირველ ადგილზე, ძალიან ხშირია ოსტეოპოროზიც, ანუ ძვლის სტრუქტურის დაქვეითებით მიმდინარე, როგორც იდიოპათიური, ასე მეორადად წარმოქმნილი და მესამე ის აუტოიმუნური დაავადებები ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო 3 თვიანი სტატისტიკით მე რაც პირადი პრაქტიკა მაქვს, ძალიან ხშირად წამოვიდა შემაერთებელ ქსოვილოვანი სისტემური დაავადება, რომელთა შორის პირველ ადგილზე რატომაც სკლეროდერმია, რასაც ექიმები ხშირად ვაწყდებით ხოლმე და რაც ჩვენს მკურნალობას უშლის ხელს, ეს არის პირველი თვითმკურნალობა. პაციენტების უმრავლესობა პირველად იწყებენ თვითმკურნალობით, იწყებენ პრეპარატების მიღებას, აი ამით პრობლემას ვერ გადაჭრიან, ისინი თვით შეგრძნებას იუმჯობესებენ, ტკივილს აქროვენ, მაგრამ დაავადება პროგრესირებს. შემდგომ ჩვენ რევმატოლოგებს ძალიან გვიჭირს ხოლმე აი ამ დაავადების ძირითადი მიზეზის დადგენა, ანუ ესეთი პაციენტები და საერთოდ ჩვენი მოსახლეობა და ალბათ მეც მქონია ესეთი შემთხვევა პირველ ეტაპზე
ჩვენთვის თავარია თვითშეგრძნების გაუმჯობესება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებით და იმას ვერ ვიაზრებთ, რომ აი ამ დროს ჩვენი დაავადება პროგრესირებს, გადადის უფრო რთულ სტადიებში და შემდგომ ექიმთან მიმართვის შემდეგ უკვე მკურნალობა, რა თქმა უნდა, შედარებით უფრო რთული იქნება. ამიტომ მივმართავ საზოგადოებას და რა თქმა უნდა ჩვენს პაციენტებს, რომ თვითმკურნალობა არ შეიძლება, რადგან რევმატიული დაავადების უმრავლესობა ძირითადად ჩუმად მიმდინარეობს და პაციენტის პირველ ვიზიტზე ტკივილის სახსარში თუ ერთჯერადი ხასიათი აქვს, შეიძლება ის იყოს არასწორი ცხოვრების წესით გამოწვეული, ყველას ჰქონია აღნიშნული ტკივილები, მაგალითად კისრის კუნთების რიგიდულობა, თუ 3-4 დღის განმავლობაში აღნიშნული ეგრეთ წოდებული არასტეროიდების ტკივილგამაყუჩებლის ფონზე ტკივილი არ შემცირდა და შემდგომ პროგრესირებს, აუცილებელია დროული ვიზიტი, რადგან რევმატოლოგიაში ხშირად ავტოიმუნური დაავადების დროს გვაქვს ოქროს პერიოდი, ოქროს ეგრეთ წოდებულ პერიოდს ვუწოდებთ, როცა ჩვენ შეგვიძლია დაავადება დავიჭიროთ იმ ფაზაში, რომ შემდგომ არ მოხდეს პროგრესირება და აი ამ დაავადების პროგრესირებამ ის ცხოვრების ხარისხი შეგვინარჩუნოს, რითაც ამ დაავადების განვითარებამდე ვცხოვრობდით. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახოლ და მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.